გვიან ღამით რუსთაველის გამზერზე პოლიციამ გზის გადაკეტვის გამო რამდენიმე პირი დააკავა. გავრცელებული ცნობით დაკავებულია დიპლომატი, საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის ყოფილი წარმომადგენელი გიორგი წიქარიშვილი. წიქარიშვილის დაკავების კადრებს პუბლიკა ავრცელებს. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით საჰაერო თავდაცვის ძალებმა ღამით რუსეთის რეგიონების თავზე 98 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს. ამის შესახებ რუსული მედია წერს. 31 ოქტომბრის 23 საათიდან 1 ნოემბრის დილის 7 საათამდე საჰაერო თავდაცვის ძალებმა განგაშის სისტემებმა გაანადგურეს 98 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი, ნათქვამია ინფორმაციაში. ბერლინ-ბრანდენბურგის საერთაშორისო აეროპორტის სიახლოვეს უცნობი დრონების დაფიქსირების გამო აეროპორტებმა მუშაობა დროებით შეაჩერა. მედიის ინფორმაციით აეროპორტის პრეს-სპიკერებმა განაცხადა, რომ რეისები დაახლოებით 2 საათის განმავლობაში ადგილობრივი დროით 20 საათიდან 8 წუთიდან 21 საათსა და 58 საათამდე შეჩერდა. ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უარი განაცხადა ვაშინგტონის მიერ რუსული ნავთობკომპანიების როსნეფტისა და ლუკოილის წინააღმდეგ ცოტა ხნის წინ დაწესებული სანქციებისგან უნგრეთის გათავისუფლებაზე. უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის პირადი თხოვნის მიუხედავად.